სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა ამინ. დღეს კიდევ ერთხელ მოვისმინეთ სახარების თხრობა ეშმაკეულის განკურნების შესახებ. წელიწადში რამოდენიმეჯერ იკითხება ეს სახარება ეკლესიაში მსახურებაზე და ჩვენც რა თქმა უნდა ყოველ ჯერზე ვცდილობთ რაღაცა სასარგებლო ვისწავლოთ ამ სახარებისგან. რა თქმა უნდა რაღაცას ვიმეორებთ ხელახლა და ხელახლა მათთვის, ვინც ახლახან შემოგვიერთდა, ვინც იმ წირვას არ დასწრებია, რომ ყველამ რაღაცა სარგებელი წაიღოს სახარების კითხვისგან და უქმად არ დარჩეს, ესე ვთქვათ, საკითხული სიტყვები ჩვენთვის. ეშმაკეულის მდგომარეობაში ალბათ ყველაზე მეტად ადამიანმა უნდა დაინახოს, დაიაზროს და მიხვდეს იმას, რომ იმას თუ რა ემართება ადამიანს, თუ იგი კარგავს ღმერთთან ურთიერთობას. რა მდგომარეობაში, რა სავალალო მდგომარეობაში ვარდება ის ადამიანი, ვისაც ღმერთთან კონტაქტი აქვს დაკარგული. ეს სახარებისეული თხრობა ბევრჯერ არის გამეორებული კაცობრიობის ისტორიაში. თუ ადამიანი დააკვირდება წმინდა წერილს თუ ისტორიას, მიხვდება, რომ არა ერთ გზის, აი ამ საბრალო ადამიანის მდგომარეობამდე მთელი კაცობრიობა მისულა. ეს მოხდა ადამის სამოთხიდან გამოდევნის შემდგომ. გახსოვთ, რომ კაცობრიობამ იმდენად დაკარგა ღმერთთან ურთიერთობა და ისე ჩაიძირა გარყვნილებაში, რომ აუცილებელი გახდა კაცობრიობის პირწმინდად მოსპობა დედამიწის პირიდან. და ვიცით, რომ ღმერთმა მოავლინა წარღვნა ამისთვის და გავმეორდები, პირწმინდად ახოცა ყოველი ადამიანი დედამიწის ზურგიდან. დარტოვა მხოლოდ ნოე, მართალი ნოე და მისი ოჯახი, კაცთა მოდგმის ხელახლა გასამრავლებლად. შემდგომ ამისა ჩვენ ხედავთ, რომ ადამიანი მაინც იგივე გზაზე დგება სამწუხაროდ, ისევ მიუხედავად ღმერთის უდიდესი მზრუნველობისა, ისევ ადამიანი კარგავს ურთიერთობას ღმერთთან, ისევ ვარდება გარყვნილებაში და ჩვენ ხედავთ, რომ რომარა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლა ამ ქვეყანაზე კაცობრიობა ისევ იგივე შეცდომას იმეორებდა და ამისთვის საკმარისი არის იმდროინდელი ისტორიის გადახედვა, სულ მცირედ რაღაც სიღრმისეული შესწავლაც არ არის ალბათ საჭირო. ადამიანი სადამდე მივიდა, ხო? ჩვენ ძირითადად, როდესაც ისტორიას გვასწავლიან სკოლებში, გვასწავლიან რას? აი თუნდაც რომის იმპერიას, ან ჩვენი ქვეყნის ისტორიას, როდესაც გვასწავლიან ქრისტიანობამდელს. ძირითადად ყურადღება არის გამახვილებული ხოლმე, მე რა თქმა უნდა გულისხმობ სკოლებში საშუალო განათლებას და რას გვასწავლიან? ძირითადად გვასწავლიან აი თუ როგორი დიდებული იყო რომის იმპერია, როგორი დიდებული შენობები იყო, რას მიაღწია ადამიანმა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ არ გვეუბნებიან თუ როგორ გარყვნილებაში იყო ჩაძირული ადამიანი. არ გვეუბნებიან იმას, რომ კაცობრიობა იქამდე იყო მისული, რომ ადამიანები, მშობლები საკუთარ შვილებს სწირავდნენ კერპებს იმისათვის, რომ ბარაკა მოეხვეჭათ, ანუ უკეთესად რომ ეცხოვრათ. ამას არ ასწავლიან. არ გვასწავლიან ალბათ იმიტომ, მე არ გულისხმობ კონკრეტულ მასწავლებლებს, რა თქმა უნდა, ზოგადად ვიძახი გლობალურად. იმიტომ რომ ამაზე თუ ადამიანი დაფიქრდა, მერე მიხვდება რაღაცას და იფიქრებს, რომ არა, ესე ცხოვრება არ შეიძლება. კაცობრიობა აქამდე მივიდა, კვლავ ღმერთის დაკარგვით, რომ კიდევ გავმეორდები. ყველანაირი სიბილწე მიღებული იყო
და ამაზე დიდი უბედურება რა გინდა მშობელმა საკუთარი შვილი მსხვერპლად შესწირო კერპს იმისათვის რომ ბარაქა გაგიმრავლდეს ოჯახში. აი აქამდე იყო მისული ადამიანი ღმერთის გარეშე. აქაც ისევ წყალობის გარეშე ღმერთმა არ დაგვტოვა, განკაცდა, ვიქადაგა, გამოგვიხსნა აი ამ სიბნელისგან. ჩვენ ხშირად გვესმის ხოლმე, როდესაც წმინდა წერილს ვკითხულობთ და ლოცვებს ვკითხულობთ ტაძარში თუ სახლში, თუ წიგნებს ვკითხულობთ მამებისა, რომ უფალმა გამოგვიხსნა სიბნელისგან. აი, როდესაც ადამიანმა არ იცის თუ რა მდგომარეობაში იყო კაცობრიობა ქრისტემდე, მისთვის ეს სიტყვები ჩდება ხოლმე, რჩება ცარიელი, ვერ ხვდება ადამიანი, რა სიბნელეზეა ლაპარაკი, რისგან გაგვალთავისუფლა უფალმა. აი, თუ იცის უკვე ის ხვდება, საიდან დაიხსნა კაცობრიობა ღმერთმა, სრული დაღუპვისგან. მოვიდა, იქადაგა ქრისტემ თავისი მოწაფეებით, გაანათლა სამყარო და თითქოს ამით ყველაფერი უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ჩვენ ხედავთ სამწუხაროდ, რომ ადამიანი ისევ უკვე მესამეჯერ იგივე გზას ადგება. იგივეს იმეორებს, ისევ არ უფრთხილდება ღმერთთან ურთიერთობას, ისევ ღვთისნების დარღვევის გამო, ცოდვების გამო, საკუთარ ვნებებზე აყოლის გამო, წუთიერ, წამიერ სიამოვნებებზე აყოლის გამო ისევ კარგავს ღმერთთან ურთიერთობას ადამიანი და ისევ მიექანება იგივე უსკრულისკენ ეს ჩვენ თვალწინა ამას ყველაფერს. ხედავთ ბევრი ამას, ესე ვთქვათ, მტკიცება არ სჭირდება, მაგრამ რომ სჭირდებოდეს ჩვენ ვიცით გამოცხადების წიგნიდან, იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების წიგნიდან, რომ სამწუხაროდ კაცობრიობა იგივე გზაზე დადგება და კაცობრიობა ისევ დაკარგავს ურთიერთობას ღმერთთან, ისე ჩაიძირება გარყვნილების, უზნეობის და უღმერთოების მორევში და ისევ დაადგება კაცობრიობა საკუთარი თავის განადგურების გზას. ეს ყველაფერი მაცხოვარმა გითხრა, რომ დასრულდება მისი მეორედ მოსვლით და მთელი კაცობრიობის განკითხვით. აი ეს არის გლობალურად, რაც ადამიანმა უნდა გაიაროს. თუ რომელიმე ჩვენთაგანს გონია, რომ ამას ასწდება თავის პიროვნულ ცხოვრებაში, აი ამ მოკლე ხანში, რომელიც ღმერთმა ჩვენ გამოგვიყო, ძალიან ცდება. ის, რაც კაცობრიობამ ამდენჯერ გაიმეორა, თითოეული ჩვენთაგანიც ან გავიმეორებთ, ან გადავრჩებით, ან დავიღუპებით, ან ცხონდებით. ეს ყველაფერი ჩვენ და სამოძღვებლად არის დაწერილი. სხვისთვის არის. თითოეული ჩვენთაგანი სამოძღვებლად. თუ ჩვენ ხედავთ, რომ ღადარინისეული ეშმაკეულმა დაკარგა ღმერთთან ურთიერთობა და ის დაემსგავსა პირუტყვს, ისე რომ მისთვის საფლავზე უკეთესი ადგილი და გვამებთან ყოფნის უკეთესი ადგილი აღარ იყო მისთვის, იგივე დაგვემართება ჩვენს თუ ღმერთთან ურთიერთობას დავკარგავთ. ისევე არ დავექვემდებარებით საკუთარ თავს და დავკარგავთ თავისუფლებას, როგორც ამ ეშმაკეულმა დაკარგა, თუ ცოდვებში ვიცხოვთ. და თუ ჩვენ ეხლა რაღაცომღაც ისეთი შეპყრობილები არა ვართ, როგორც ეს ეშმაკეულია, თავს ამით ნუ დავიმშვიდეთ. ქართველებს ესეთი გამოთქვა გვაქვს, რა მნიშვნელობა აქვს გელი შეჭამს თუ მგლიშვილი. თუ შედეგი ერთი და იგივე დადგება და დაიღუპები ადამიანი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. სრულად შეპყრობილი დაიღუპები ადამიანი თუ რომელიმე ერთსოდვას დამონებული შეაბიჯებ ჯოჯოხეთში. ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ღმერთი თუ დაკარგე, რისთვის დაკარგე და რამდენად ამას უკვე მნიშვნელობა დაეკარგე. თითოეული ცოდვა ადამიანს აკარგინებს ღმერთთან ურთიერთობას. ღმერთთან დაკარგული ურთიერთობის შემდგომ კიდე ერთხელ გავმეორდები, იშლება და ინგრევა ადამიანში ყველაფერი. აი გუშინ მკითხულობდით საღამოთი სახლში და მინდა თქვენს გაგიზიარო, თეოფანე დაყუდებული სიტყვა არის. ადამ და ევაზე ლაპარაკობს. და კარგად მიხვდებით, რატომ მივიდა ამ მდგომარეობამდე ეშმაკეული და რატომ მივდივართ იმ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობამდეც ხშირად მივდივართ თითოეული ჩვენთაგანი.
ადამიანი როდესაც შეიქმნა, ადამიანი შექმნა ღმერთმა სრულყოფილი. ადამიანი შექმნილი არის სამი ნაწილისაგან: სული, სამშვინელი და სხეული. ღმერთმა ისე შექმნა სამყარო, რომ სამშვინელი და სხეული აქვს ყველაფერს, ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს, მაგრამ სული მისცა მარტო ადამიანს. და ეს სული ურთიერთობს ღმერთთან. და როდესაც ადამიანი შეიქმნა, სული, რომელიც ღმერთთან ურთიერთობდა, იყო ბრძენი და ბატონობდა სამშვინველზე და სხეულზე. და ის იყო მმართველი და თავისუფლების მთავარი მპყრობელი ადამიანში. აი როგორც კი ადამიანი სწოდავს თურმე, აი ეს ურთიერთობა ირღვევა. სული ბატონობას კარგავს სამშვინველზე და სხეულზე. და სამშვინველს და სხეულს თუ მანამდე არ ქონდა ზომას გადაცული მოთხოვნილებები, ეკარგება ეს და ისინი იწყებენ ზღვარგადასულ დაკმაყოფილებას საკუთარი სურვილების. და ამაშიც თურმე მათ ხელს უწყობს აი სწორედ ღმერთთან ურთიერთობა, კავშირი, დაკარგული სული, რომელიც ეძებს სადღაც იმ ბედნიერებას, რაც მას ღმერთთან ურთიერთობაში ჰქონდა. და ვერ პოულობს რა ამას, აშფოთებს, აღელვებს სამშვინველს, სხეულს, ყველაფერს და ანგრევს ყველაფერს. აი ეს ემართება ადამიანს ცოდვის ჩადენის დროს. თუ ჩვენ ამას ვერ ვგრძნობთ, კიდევ ვიმეორებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს არ ხდება. ადამი წინაზეც ვისაუბრეთ ჩვენ, ადამმა ღვთისგან მოისმინა განჩინება, როგორც კი ამ ხის ნაყოფს შეჭამ, მოკვდები. მე გითხარით თქვენ, რომ ადამი მაშინ, მე რო არ გითხრათ რა ბიბლიაში წერია, ადამი მაშინვე არ მომკვდარა. ვითომ, ხო? ხედავთ, რომ ცხოვრობს ძალიან დიდი ხანი კიდე. აბა რა მოხდა? მოკვდა თუ არ მოკვდა? ბიბლია ხო არ შეიძლება იტყუებდეს. მოკვდა, რადგან სიკვდილი არის ღმერთთან ურთიერთობის დაკარგვა. როგორც კი ადამიანის სული კარგავს კავშირს ღმერთთან, ის კვდება. ფიზიკურად ეს როდის მოხდება, ამას უკვე დიდი მნიშვნელობა არ აქვს. სიკვდილი უკვე მაგაში შემოდის. და თითოეული ჩვენთაგანი, როდესაც სწოდავს, მასში სიკვდილი შედის. თითოეული ჩვენთაგანი, ნებისმიერი ცოდვის დროს, როდესაც ადამიანი ღმერთის ნების წინააღმდეგ მიდის, მასში სიკვდილი შემოდის. და ის ექვემდებარება ხრწნილებას. და ის დგება ზუსტად იმ გზაზე, რა გზაზეც წეღან ვისაუბრეთ, რა გზაზეც კაცობრიობა ბევრჯერ დადგა. და რა გზაც აუცილებლად წმინდა წერილიდან ვიცით ჩვენ, რომ ადამიანს მიიყვანს საბოლოო დაღუპვამდე. მაგრამ რა მოწყალია ღმერთი, რომ უიმედოდ არ გვტოვებს. თავისი სხერპლით მან ჩვენ მოგვანიჭა იმის უფლება, რომ თუ შევწოდავთ და ამას გავიაზრებ და შევინანებ და მოვბრუნდებით მასთან, ამ ჩვენ შეწოდებას წაშლის ჩვენი ცხოვრების წიგნიდან და ჩვენი სულის ურთიერთობა ღმერთთან ისევ აღდგება. და ნახეთ რა მოწყალია ღმერთი, რომ კიდე შესწოდე, თუ კიდე შეინანე, კიდე წახოცავს ამ ყველაფერს შენი ცხოვრების წიგნიდან და კიდე აღგიდგენს ურთიერთობას ღმერთთან. და როდემდე სანამ პირში სული გიდგას. არ გვითვლის, არ გვეუბნება 10-ჯერ, 100-ჯერ, 1000-ჯერ, რამდენჯერაც შესწოდავ, თუ შეინანებ, გეუბნება, რომ ყველაფერს წავშლი შენი წიგნიდან, ისევ სუფთად დადგები ჩემ წინაშე და ისევ სუფთად შეგეძლება ურთიერთობა ჩემთან. ისევ იბატონებ შენი სული შენს სხეულზე. მაგრამ სინანული უნდა იყოს გულწრფელი. თუ ადამიანი ნანობს, მაგრამ მას ის გადაწყვეტილება არ აქვს, რაც თუნდაც აი ამ ეშმაკეულს ჰქონდა, რომ რა უთხრა უფალს, ხო, განკურნების მერე, რომ გეხვეწები, შენთან ერთად ვიქნებ.
და ამ სურვილზე მეტი რა არის, ნახეთ, უფალი რო ეუბნება, რომ არა, დაბრუნდი უკან და უკადაგე იმ ხალხს, რა გიყო შენ ღმერთი. ნახეთ, როგორ უჩუმრად, უსიტყვოდ ასრულებს ღვთისნებას და სახარება გვეუბნება, რომ წავიდა და ქადაგებდა რა უქნა მას იესო. როგორ გადაარჩინა იგი იესო. ამას ქადაგებდა. მან კი არ მოტრიალდა და საკუთარი ცხოვრება კი არ გააგრძელა. კი არ იფიქრა, რომ მე რამდენი დამაკლდა ამ ეშმაკეულების დროს და ეხლა უნდა ავენაზღაურო, არა. წავიდა და ღვთის ნებას ასრულებს. მისი ცხოვრების მიზანი ხდება ღვთის ნების აღსრულება. ეს არის სინანული. სხვანაირი სინანული ეკლესიამ არ იცის, სხვანაირი სინანული ადამიანის სულის კავშირს ღმერთთან ვერ აღადგენს. და ამიტომ გვემართება ჩვენ თითოეულ ჩვენთაგანს, რომ აღსარებაზე მივდივართ, აღსარებიდან მოვდივართ, ვერაფერს ვერ ვგრძნობთ. არაფერი ცვლილება ჩვენში არ ხდება, იმიტომ რომ ჩვენი აღსარება არ არის გულწრფელი. ჩვენი აღსარება არის სამწუხაროდ, ძალიან ხშირად იმისთვის, რომ მამაო მომწეს კურთხევა და ვეზიარო. იმას კი ვერ ვიაზრებთ, რომ ასეთი არც აღსარება, არც ზიარება. ერთიც და მეორეც ასე უგულოდ, არაგულწრფელად, საკუთარი ცოდვების გააზრების გარეშე წარმოთქმული და გაკეთებული, არათუ საკურნებელი, არამედ დასასჯელად ექცევა ადამიანს. და ამიტომაც არის, რომ ყველაზე მეტად რა გვაწუხებს ხოლმე მოძღვართა რომ მივდივართ, რომ ერთი და იგივე ადგილზე ვტრიალ. ყველაზე მეტად ეს გვაწუხებს, რომ არაფერი არ იცვლება ჩემში. სწორედ ამიტომ არ იცვლება, რომ არა ვართ გულწრფელები. ძალიან ზედაპირულები ვართ. ძალიან ზედაპირულები. ფაქტობრივად შეიძლება ადამიანი დაუბერდეთ და ჩვენი აღსარება არ გასცეს 5-6 წლის ბავშვის აღსარებას დედა გავაბრაზე, მამა გავაბრაზე. უბრალოდ ეს იცვლის ხოლმე მე სახელს დედმამას არ ვაბრაზებ, მეგობარი გავაბრაზე, ორჯერ ლოცვა არ წავიკითხე, ჩამოვთვლით ესე ამ ყველაფერს. სიღრმისეული გააზრების გარეშე. აი ძალიან ხშირად ვამბობთ ხოლმე ამას აღსარებაში, ლოცვა არ წავიკითხე. და გონია რომ აი ეს რომ თქვი რომ მე თქვა 3-ჯერ ლოცვა ან 4-ჯერ არ წავიკითხე, ამით სოდვა გამოვისხდი. არა და არ ვფიქრობთ რამდენად ზედაპირულია და თუნდაც რამდენად შეურაცხმყოფელია ღვთისთვის ასეთი აღსარება. არც დაფიქრდა ადამიანი, არც დავფიქრებულ ვარ, რომ ლოცვა რატო არ წავიკითხე. მე თუ ამან შემაწუხა, ხო უნდა დავფიქრდე ლოცვა რატო არ წავიკითხე. ან მარხვა რატო დავარღვიე. პასუხი ხო უნდა მოვთხოვო ჩემ თავს, რომ კაცო, აბა რა მოხდა? მე იმ დღეს ღმერთი არ დამჭირდა? იმ დღეს ჩემთვის ღმერთს არაფერი გაუკეთებია? სამადლობელი არ მქონია არაფერი იმ დღეს? თუ ასე ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, ღმერთმა გვიშურს. მაგრამ თუ თქვით რომ კი, როგორ არა, აბა მაშინ საჩან შენი მადლიერება. საჩან შენი სინანული იმ დღეს ჩადენილი შენი საქმეებიდან გამომდინარე. თუ შელოცვას არ კითხულობ. აი თუ ასე მიუდგება ადამიანი საკუთარ ულოცველობას, მაშინ მისი აღსარება უკვე გადაიქცევა იქიდან, რომ ლოცვა არ თქვი, იქამდე რომ ღმერთი არ მიყვარს. მიხვდით? იქამდე საიდან საჩაო. ღმერთი არ მიყვარს და მე თუ ღმერთი არ მიყვარს ადამიანი ამას თუ მიხვდება, მაშინ დაფიქრდება თუ ღმერთი არ მიყვარს, მის მცნებებს არ ვასრულებ, რა მიშველის მე, რა გადამარჩენს. და უკვე რაღაცის შეცვლის სურვილი უნდა გაუჩნდეს ესეთ ადამიანს. რაღაცა უნდა შევცვალო, იფიქრებს, ესე არ შეიძლება გაგრძელება. და აუცილებლად შეცვლის ესეთი ადამიანი თავის ცხოვრების წესს. თუ არა, ესე თუ არ მოიქცა ადამიანი და ყველა მის წოდას ასე სიღრმისეულად არ ესე თქვა ჩაუკვირდა ბოლომდე, მაშინ ის დაემსგავსება ამ ღადარინელ მოქალაქეებს, რომელიც იფიქრებს, რომ არა, ეხლა ეს ნამეტანი შემაწუხებს, ამდენი არ შეიძლება. და შეეხვეწება ქრისტეს, რომ უფალო, მოდი წადი ჩემი ქალაქიდან
სხვაგან იქადაგე, მე ჩემს ნაჭუჭში კარგად გრძნობ თავს. არ მინდა მეტი რომ შევწუხდე. და ძალიან ხშირად ასე ვიქცევით თითოეული ჩვენთაგან. მეტი აღარ გვინდა. აი დავაკვირდეთ საკუთარ თავს. ეკლესიაში ესე ვფიქრობთ ხოლმე ხშირად. ეკლესიაში დავდივარ აღსარებას, ვამბობ ეზიარები კვირას, ტაძარში ვდგევარ. ამის მეტი შეწუხდა აღსარებასაც დღეში ერთხელ ვიტყვი, კვირაში ერთხელ, ორ კვირაში ერთხელ როგორ. ამის მეტი სიღრმეებში წასვლა უკვე აღარ გვინდა, გვეზარდება. ესე არ მოიქცნენ ეს მოქალაქეები, რომ დაინახეს რა მოხდა, მიხვდნენ ყველაფერს და იმდენად არ უნდოდათ აი საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოსვლა, რომ მაცხოვარს თხოვეს წადი. შეშინდნენ. იფიქრეს, რომ ეს დაგვაკარგინებს ჩვენ ყველაფერს, რაც გვაქვს, აი იმ კომფორტს, რაც გვაქვს. ამიტომ არ გვინდა ამ კაცთან ურთიერთობა. ესე ვართ ჩვენც, როდესაც ფიქრობთ, რომ მოდი რა, ამაზე მეტი არ მინდა. მე ხო ეხლა ერის კაცი ვარ. ან თქვა სასულიერო პირი, მე ხო ეხლა მონაზონი არა ვარ. მეტი რა თმინდა, მე საკმარისია ჩემთვის. ამას ადამიანი ამბობს იმიტომ, რომ არ უნდა შეწუხდეს. და თუ არ უნდა შეწუხდეს ესეთი ადამიანი აბა სასუფეველში როგორ შევა, იმიტომ რომ მაცხოვარი ხომ გვეუბნება, რომ ვიწროა გზა და მცირედი დადიან ამ გზაზე, რომელიც სასუფევლისკენ მიდის. ეს სივიწროვე რას ნიშნავს, რომ ადამიანმა საკუთარი თავი უნდა აიძულოს, უნდა გაუჭიროს საკუთარ თავს, უნდა გამოგლიჯოს ეშმაკს საკუთარი თავი ღვთისწყალობით. ამის გარეშე ადამიანი აუცილებლად ეშმაკის მონახდება, აუცილებლად. იმიტომ რომ ის სფერო, სხეულის, სამშვინველი სფერო, ეს მისი სფეროა. ანუ როგორც კი წეღან თქვით ჩვენ ხო ღმერთი, როგორც კი ღმერთთან კავშირს კარგავ ადამიანი, ეხლა ეშმაკს როგორღა უნდა აჭოფ. ეს ხო მისი სფეროა. ის ხო ჩვენამდე დაეცა. დაცემულობა ხო მისი მოგონილია ეს. იქ როგორღა უნდა აჯობო ეშმაკს. უკვე მისი უეჭველი მონა გახდება. უეჭველი. აქ თუ ღმერთი გეუბნება, რომ შენ თავისუფალ არსებად შექმენ და თუ გინდა დამიჯერე მე, თუ გინდა დამიჯერე მე, უსიტყვოდ შეასრულე ჩემი მცნებები და ნეტარებაში გავყო. მაგრამ თუ გინდა, ღმერთი გვეუბნება. აი ღმერთს ეს თვისება აქვს, რომ სამართლიანად გეუბნება, შენ თავისუფალი არსება ხარ. შენს თავისუფლებას მე არ შევეხები. თუ გინდა დამიჯერე ოღონდ ყველაფერში. ნაწილობრივ, რაშიც გინდა, რაშიც არ გინდა, არა. ყველაფერში დამიჯერე. ამას გულისხმობთ, როცა ვამბობთ მონა ღვთისა, ამას გულისხმობთ. ნებით ღმერთი გვეუბნება, ნებით დამემონე თუ გინდა. შენი ნებით და ნეტარებაში გამყოფ. ხოლო ეშმაკი ამას არ გვეუბნება. ეშმაკი გვეუბნება ნეტარებაში გამყოფ. რასაც გინდა იმას მოგცე. მოდი ჩემთან. როგორც კი დაუჯერებ და მივალ, მე აღარ გვეკითხება, მე გვიმონებს. უკვე ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ. ეს არის ჯოჯოხეთი. ეს არის ჯოჯოხეთური მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ღვთის გარეშე ეშმაკის ტყვეობაში აღმოჩნდება. და აღმოჩნდება იმ ადგილზე, რომელიც ადამიანისთვის ნამდვილად არ შექმნა, არამედ სატანისთვის არის და მისი მიმდევრებისთვის. ღმერთმა ეს გვაშოროს თითოეულ ჩვენთაგანს. უფალმა მოგცეს სიბრძნე, გონიერება და მხნეობა, რომ როდესაც შევცოდავთ ღვთის წინაშე, არასდროს სინანული არ გადავდოთ. სასწრაფოდ გავიქცეთ. აღსარება ვთქვათ, რომ ის დაკარგული ურთიერთობა ღმერთთან აღვიდგინოთ, რომ ისევ ახალი ძალებით შეუდგეთ, ესე ვთქვათ, საკუთარი სულის ხონებისთვის შრომას. ეს უნდა იყოს მთელი ჩვენი ცხოვრება. თუ ასე ვიცხოვრებთ, თუ ეს იქნება მიზანი ჩვენი ცხოვრების, მაშინ თუნდაც რომ ისეთი ცოდვილები ვიყოთ, როგორების თითოეული ჩვენთაგანი ვართ, ღმერთი მაინც შეგვიწყალებს. იმიტომ რომ დაინახავს, რომ ადამიანი ერიდება მომაკვდინებელ ცოდვებს, იბრძვის იმისათვის, რომ არანაირი მძიმე ცოდვა არ ჩაედინოს
და ასევე არანაირი მცირეწოდვა არ ჩაიდინოს, მაგრამ სისუსტიდან გამომდინარე, მაინც მრავლად ყოველწამიერად წოდავს ადამიანს. ასეთ წოდებს ღმერთი გვაპატიმრებს. ეკლესიის ლოცვით, ჩვენი ახლობლების ლოცვით შეგვიწყალებს უფალი და გვაცხონებს. მაგრამ თუ ადამიანი არ იზრუნებს საკუთარი სულის ცხონებისთვის, ასეთ ადამიანს ღმერთი ვერ აცხონებს, იმიტომ რომ ეს იქნება მის თავისუფალ ნებაში ჩარევა და ამას როგორც ვთქვით, ღმერთი არასდროს არ ასრულებს, აკეთებს. ერთმა დაგლოცო და გაგვიწყო.